ცნობიერი გონება ფხიზელი უნდა იყოს სიფხიზლის ყოველ საათში. როდესაც გუშაგი არ არის საგუშაგოზე, ან მისი ფხიზელი მსჯელობა რიგი მიზეზების გამო დროებით ჩერდება, ქვეცნობიერი გონება დაცვის გარეშე რჩება და ღია ნებისმიერი წყაროდან მითითებებისთვის. პანიკით გამოწვეული ველური აღზნების დროს, რისხვისას შეურაცხადი ბბოს აღტკინებული ქმედების ან სხვა არაკონტროლირებადი ვნების ქვეშ ეს მდგომარეობები ყველაზე უფრო საშიშია. ასეთ მომენტში ქვეცნობიერი გონება ადვილად ემორჩილება შიშის, სიძულვილის, ეგოიზმის, სიხარბის, თვითდამცირების და სხვა უარყოფითი ძალების შთაგონებას, რომელიც მომდინარეობს ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისგან ან გარემოებებისგან. როგორც წესი, ამის რეზულტატები უაღრესად არასასურველია და ისინი შეიძლება დიდხანს გვაწუხებდეს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეცნობიერი გონების დაცვა ცდარი შთაგონებებისგან. ქვეცნობიერ გონებას ინტუიციურად ესმის, ამიტომაც ის სწრაფად მოქმედებს. იგი არ მიდის ცნობიერი მსჯელობის ნელი გზით. ქვეცნობიერ გონებას არასოდეს სძინავს, მან არის ის დასვენება, ისევე როგორც თქვენმა გულმა, თქვენმა სისხლმა. გამოირკვა, რომ საკმარისია ქვეცნობიერ გონებას უბრალოდ ჩამოვუყალიბოთ გარკვეული ამოცანები და ის მოქმედებაში მოიყვანს ძალებს, რომელთა დახმარებითაც სასურველი რეზულტატი მიიღწევა. სწორედ ეს არის იმ ენერგიის წყარო, რომელიც ყოვლის შემძლეობას გვაკავშირებს. აქ შიგნით იმალება ის ღრმა პირველ მიზეზი, რომელიც ყველაზე ღრმა შესწავლას იმსახურებს. ადამიანები აღმოაჩენენ, რომ როცა მათ წინაშე სერიოზული საქმიანი პრობლემა დგება, მათ შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ პაუზის აღების უფლება და რაღაცა უკანახებთ მათ სწორ გადაწყვეტილებას. ყველაფერი მოგვარებულია. მართლაც, მათ ვინც ისწავლა ქვეცნობიერის ნდობა, აღმოაჩენენ, რომ მათ განკარგულებაში უსაზღვრო რესურსებია. ქვეცნობიერი გონება ჩვენი პრინციპების და სწრაფოების ბინადრობის ადგილია. ეს არის ჩვენი მხატვრული და ალტრუისტული იდეალების წყარო. ამ ინსტინქტების უარყოფა შეიძლება მხოლოდ გულმოდგინე და თანმიმდევრული თანდაყოლილი პრინციპების მოშლაზე მუშაობით. ქვეცნობიერ გონებას არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და ამიტომ თუ ის იღებს არასწორ მითითებებს, მათი დაძლევის სწორი ხერხია ძლავრი საპირისპირო მითითებების გამოყენება და მისი ხშირად გამეორება, რათა გონება მიიღოს იგი და საბოლოოდ ჩამოაყალიბოს ახალი, ჯანსაღი ჩვევები და აზრები ცხოვრების შესახებ. ქვეცნობიერი გონება ხომ ჩვევის ბინადრობის ადგილია. ის, რასაც მრავალჯერადად ვაკეთებთ, ავტომატიზმამდე დადის და აღარ არის მსჯელობის რეზულტატი. გაიდგამს რა ფესვებს ქვეცნობიერ გონებაში. და ეს კარგია ჩვენთვის, თუ ჩვევა ჯანსაღი და სწორია. მალე და არასწორი ჩვევის ამალიკი არის ქვეცნობიერი გონების ყოვლის შემძლეობის აღიარება და საკუთარი თავისთვის აზრის შთაგონება მოცემულ მომენტში საკუთარი თავისუფლების შესახებ. ქვეცნობიერი გონება დაუყოვნებლივ შექმნის ამ თავისუფლებას.